თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ცნობისთვის ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით გუშინ 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში პასუხისმგებაში მიეცა 11 ადამიანი. საქმე ეხება თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებას. Ვცლად მარიამ ლეკიაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თურქეთის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელსა და მის თანამზრახველ მოქალაქეს მდინარაძის უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ხოლო მოქალაქეს საჯარო მოხელისათვის 560 ლარის ოდენობით ქთამის გადაცემას ედავება. ამ პროცესს უძღვებოდა მოსამართლე დავით კურტანიძემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში უნდა გაეშვა. უფლება დამცველები პროცესის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ ბრალდებულები თავის დანაშაულს აღიარებდნენ. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის საქმეები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც პირდაპირ ასახავს უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ როგორ ახდენს სააგენტოს თანამშრომელი, თურქეთის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ქთამის მოთხოვნას და აღებას და ამზადებს ყალბ დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც ფაქტობრივად არ ხდებოდა ამ ხორცის შემოწმება, არ ხდებოდა პირუტყვის შემოწმება და ხდებოდა უშუალოდ დოკუმენტის დამზადება, რომელიც მითითებული იყო პირუტყვის შესახებ ინფორმაცია, რაც თავისთავად იყო ყალბი. როგორც უკვე გითხარით, აღკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელა მოსამართლე დავით კურტანიძემ. ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.